მოგესალმებით ფეხბურთის გულშემატკივრებო, ეს არის არხი ფეხბურთის მასწავლებელი და მე ვარ ცაგა. ქრისტე ახსნა, მოგილოცავთ აღდგომას უყველას და ბევრი შესავლის გარეშე გადავიდეთ დაპირებულ ვიდეოზე. ეს არის ჩემი განახლებული საფეხბურთო კალენდრის მეორე ნაწილი, ამ თემაზე საუბრის მეორე ნაწილი, სადაც ჩვენ შევეხებით მთლიანად სანაკრებო ფეხბურთს. ეხა სანაკრებო ფეხბურთზე ცოტა მეტი არის სალაპარაკო იქიდან გამომდინარე, რომ როგორც მე ეს კალენდარი დავალაგე, იქიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვები წესდება. ესე ვისაც არ იგინახავთ, გირჩევთ პირველ ვიდეოზე გადახვიდეთ და უბრალოდ აი თვალით მაინც ცოტა პატარაზე შეხედოთ თვითონ კალენდარს და როგორ არის განაწილებული. უცბად გავიმეორებ, რომ თავარი შედგენის თავარი პრინციპი და მიზეზი იყო ის, რომ მინდოდა სანაკრებო მატჩები მომექცია ერთ თვეში, სეზონის ბოლოს, ივნისის თვეში და რახან ესე გავაკეთე და ეს იყო პირველი და მთავარი აზრი ამ კალენდრის, ამან დააწესა გარკვეული შეზღუდვა სანაკრებო ფეხბურთში და შეზღუდვა არის ესეთი, რომ ევროპული გუნდები ვერ ითამაშებენ 8 თამაშზე მეტს ვერც შესარჩევში და ვერც ერთა ლიგაზე. აი ეს არის შეზღუდვა. ესე იგი, ჩემი კალენდრის მიხედვით იქნება ესე. ამას რა თქმა უნდა არავინ ამ კალენდარს არ დანერგავს, უბრალოდ ეს აი თეორიული რაღაცა, thought experiment, რასაც ქვია რა. უბრალოდ ჩვენთვის ესე ვიკაიფოთ, ხო და? ეხლა როგორი პრინციპი არის? კენტ წლებში, ხო, ანუ ესე იგი ლუც წლებში არის ან ევროპის ჩემპიონატი, არა მსოფლიო ჩემპიონატი, ხო? ეხლა წელს მსოფლიო ჩემპიონატი, 28-ში იქნება ევროპის ჩემპიონატი და ასე შემდეგ, ხო? კენტ წლებში ამ კალენდრის მიხედვით ჩატარდება ერთა ლიგა, ხო? და ერთა ლიგის გამარჯვებულები გამოვლინდებიან ჯერ და მერე იქნება შესარჩევები და მერე დაკომპლექტდება ბოლომდე გინდა ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი გუნდები, გინდა მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელი გუნდები. ეხლა რა სპეციფიკა არის ესეთი? ნუ ერთა ლიგაზე პრინციპში ბევრი არაფერი არ შეიცვლება. უნდა ვთქვა, რომ საერთოდ არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ ერთა ლიგა გადასარევი ტურნირი აღმოჩნდა და ზუსტად ისე A, B, C ლიგა და D ლიგა იქნება როგორც ეხლა არის, A-ს, B-ს, C-ს გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ ევროპის ჩემპიონატზე და გარკვეულ შემთხვევებში მსოფლიო ჩემპიონატზეც და ამასთან დაკავშირებით მე ზუსტად მოგახსენებთ, როდის გავლენ A, B, C ლიგების გამარჯვებულები პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატზეც. ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ პირველ რიგში არის ის, რომ შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ვილაპარაკოთ. ეხლა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ყველაფერი გარკვეულია, ამიტომ ამაზე აღარ ვისაუბრებ და დავიწყებ შემდეგი ევროპის ჩემპიონატის განხილვას, რომელიც გაიმართება ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში. ეხლა ეს ქმნის გარკვეულ თავისებურებას შესარჩევ პროცესში, რატო? იმიტომ რომ ეს რეალურად ორი ქვეყანა წარმოდგენილია 5 ნაკრებით, ხო? ანუ არის ინგლისი, არის ველსი, არის შოტლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია და ჩვეულებრივი ირლანდია. 5 ნაკრებია, ხო? რახან ასეთი სიტუაციაა და რახან არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომ ასპინძელი პირდაპირ გადის ევროპის ჩემპიონატზე, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს 5 გუნდი პირდაპირ უნდა გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე. და აი ეს მოცემულობა რას გამოიწვევს, ამაზე მე პატარა პრეზენტაციას ჩავხთავ და ამით უფრო კარგად ვიზუალურად გავერკვიოთ. ეხლა კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რა არის ჩვენი მთავარი შეზღუდვა. ჩვენი მთავარი შეზღუდვა არის ის, რომ რახან ერთ თვეში არის ჩატეული ყველა სანაკრებო თამაში, ეს შესარჩევები. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მივცეთ გუნდებს 8 თამაშზე მეტი. ანუ ერთ თვეში 8 თამაშზე მეტს გუნდი ვერ ითამაშებს ფიზიკურად. ძალიან ზედმეტი დატვირთვა იქნება ფეხბურთელებისთვის. და ამიტომაც ყველაზე მაქსიმუმ 8 თამაში შეიძლება ვათამაშოთ. ერთა ლიგაზე ეს პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ჯგუფში ტარდება 6 თამაში, ყველა თამაშობს 4 გუნდიანი ჯგუფები არის, სახში გასვლაზე 6 თამაში აქვს და მე ერთი ნახევარფინალი, ერთი ფინალი. ეს პრობლემა არა ერთა ლიგაზე გადასარევად არის დალაგებული.
მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ უკვე შესარჩევებზე, იქ ცოტა შეზღუდვა გვჭირდება, რომ მე ეს პლეი-ოფები და რაღაცეები აღარ დაგჭირდეს და 8 თამაში ყველაფერი დამთავრდეს. და აი ახლა მოდი ვისაუბროთ ჯერ როგორ იქნება ეს კონკრეტულად შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე და მერე უკვე დანარჩენ ჩემპიონატებსაც შევეხოთ. ესე იგი, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე, როგორც ვთქვით, არის 5 მასპინძელი ქვეყანა. ესენი არიან ინგლისი, უელსი, შოტლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია და ჩვეულებრივი ირლანდია. და უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს 5 ქვეყანა ავტომატურად გავა ევროპის ჩემპიონატზე. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, მასპინძელი ქვეყანა ავტომატურად გადის, ხო? ესე იგი, ამ შემთხვევაში ისე გამოდის, რომ 2 ქვეყანა მასპინძლობს, მაგრამ 5 ნაკრები არის ჯამში ამ 2 ქვეყანაში, ამიტომ, უნდა ვთქვათ, რომ ეს 5-ვე ნაკრები გადის ევროპის ჩემპიონატზე, ხო? ანუ გვაქვს 24 ადგილი, 55 წევრი ქვეყანა, 5 მასპინძელი და ეს 5 მასპინძელი იკავებს პირველ 5 ადგილს. დარჩა 19 ადგილი. ეხლა რახან კენტ წელს, ანუ 2027 წელს ჩატარდება ერთა ლიგა და გამოირკვევა გამარჯვებულები, ანუ ბოლომდე ყველა თამაში ერთა ლიგაზე რაც თამაში ჩატარდება და გამოირკვევა გამარჯვებულები 3 A ლიგიდან, B ლიგიდან და C ლიგიდან. ეს 3 გამარჯვებული დაიკავებს შემდეგ 3 ადგილს აი ამ ევროპის ჩემპიონატზე, ხო? ანუ ეხლა 5 ადგილი დაკავებულია, 50 წევრი ქვეყანა დარჩენილია, 19 ადგილი დარჩენილია და 3 გამარჯვებულია გამოვლენილი. ეს 3 გამარჯვებულიც თავის ადგილებს იკავებენ. ესე იგი, გვრჩება 57 წევრი ქვეყანა და კიდე 16 ადგილი გასათამაშებელი, ხო? ერთი რაღაცა უნდა გავითვალისწინოთ. რუსეთი არის დისკვალიფიცირებული, ამიტომ შეგვიძლია ამოვაგდოთ ამ 47 ქვეყნიდან და თქვათ, რომ 46 ქვეყანა არის დარჩენილი, 46 ნაკრები არის დარჩენილი, 16 ადგილი გვაქვს გასათამაშებელი, ხო? ამას გავათამაშებთ შემდეგი ხერხით. ესე იგი, ეს 46 ქვეყანა გადანაწილდება 4 გუნდიან ჯგუფში და 6 5გუნდიან ჯგუფში. აი როგორც გამოსახულებაზე ხედავთ. კიდე ერთხელ 4 გუნდიანი ჯგუფი იქნება და 6 5გუნდიანი ჯგუფი იქნება. ჯამში ზუსტად 46 გამოდის და ყველაფერი ლაგდება კარგად. ესე იგი, 4 გუნდიანი ჯგუფებიდან მარტო პირველ ადგილოსნები გადიან და ეგრევე გადიან პირდაპირ, არავით არის პლეი-ოფი, არაფერი ზედმეტი. და 5 გუნდიანი ჯგუფებიდან გადიან პირველი 2 გუნდი, ანუ პირველ მეორე ადგილოსნები, ხო? ესე იგი, 4 გუნდიანი ჯგუფებიდან გადის 4 გუნდი ჯამში და 5 გუნდიანი ჯგუფებიდან გადის, 6 წყვილი, ხო? 6 წყვილი, ანუ ჯამში 12 გუნდი. ესე იგი, 4-იანებიდან გასულ 4-ს დაემატება 5-იანებიდან გასული 12 და ჯამში მივიღებთ კაკრას 16 გუნდს და ამით დაკომპლექტდება ეს ევროპის ჩემპიონატი, პრინციპში სრულიად თლიანად, ოდიდო, ხო? და ყველა გუნდს, პატარა ისექნებათ შეღავათი 4 გუნდიან ჯგუფებს, იმიტომ რომ ისინი ნაკლებ თამაშს ითამაშებენ, მაგრამ ცოტა ძნელიც არის იქიდან გასვლა, იმიტომ რომ მარტო ერთი ადგილი გადის, ხო? და 5 გუნდიან ჯგუფებში ჩატარდება მხოლოდ 8 თამაში, ზუსტად 8 თამაში, არც მეტი, არც ნაკლები და პირველ 2 ადგილსანი გავართ. ეს არის კონკრეტულად შემდეგი ევროპის ჩემპიონატისთვის. არ მგონია კიდე ერთხელ იყოს ესეთი შემთხვევა, როცა ამდენი მასპინძელი იყოფება ევროპის ჩემპიონატს და ამიტომაც ესე უცნაურად მოგვიწევს შესარჩევი ციკლის დალაგება. ეს რაც შეეხება უშუალოდ შემდეგ ევროპის ჩემპიონატს. ამის მერე როგორ გაგრძელდება, ამაზე უკვე შემდეგ ვისაუბროთ. ეხლა სანამ კონკრეტულად შემდეგი ევროპის ჩემპიონატის სპეციფიკაზე ვისაუბრებდეთ, მოდი მე ჯერ იმ წესს გაგაცნობთ, რომლის მიხედვითაც მომავალში განისაზღვრება ევროპის ჩემპიონატზე გასული გუნდები, ხო? ესე იგი, ეს წესი მდგომარეობს შემდეგში, ხო? ევროპის ჩემპიონატს შეიძლება გავდეს 1 მასპინძელი, 2 მასპინძელი, 3, ანუ ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხო, როგორც არის ეს შემდეგი ევროპა ძირითადად არ ეყოლება 3-ზე მეტი, ხო? ამიტომ აი ამ შემთხვევებში გაგაცნობთ ზუსტად როგორი წესით შეერჩევა გუნდი. ხო. ესე იგი, თუ თქვათ არის ერთი მასპინძელი გუნდი, ხო? და ეს მასპინძელი ქვეყანა უფრო სწორად და ამ ქვეყნის ნაკრები ავტომატურად გადის ევროპის ჩემპიონატზე.
ამ ერთს დაემატება 3 გამსვლელი იმიდან რა ქვია ერთა ლიგიდან და 4 ადგილი შეივსება. ესე იგი, ჩვეულებრივ სიტუაციაში ერთი მასპინძელია, 3 ერთა ლიგის გამარჯვებულია და 4 ადგილი ამით შეივსო. დარჩა 20. ეხლა ამ 20 ადგილისთვის უნდა იბრძოლოს 51-მა ნაკრებმა, ხო? მაგრამ რახან ეს 51 ცოტა ისეთი რიცხვია, ამიტომაც ერთი ნაკრები რაღაცნაირად უნდა გამოვრიცხოთ აქედან. მოცემ მომენტში რახან რუსეთი დისკვალიფიცირებული იქნება ავტომატურად ეს ნაკრები რუსეთი, მაგრამ თუ მოვიდა რაღაცა დრო და რაღაც მანქანებით რუსეთი გახდა რაღაც სასწაულებრივი ნორმალური ქვეყანა და დაბრუნდა UEFA-ში ისე მაშინ ეს ერთი გუნდი რომელიც უნდა ამოვარდეს იქნება ერთა ლიგაზე ყველაზე ცუდი გუნდი. ანუ დელიგაში ვინც გავა ბოლო ადგილზე ყველაზე ცუდი ბურთები შეფარდება და ყველაზე ნაკლები ქულა და ყველაზე უარესი ვინც იქნება ის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მონაწილეობას აღარ მიიღებს. და შესაბამისად იქნება 4 გასული გუნდი უკვე და 20 ადგილი დარჩენილი 50 გუნდი იბრძოლებს და ძალიან მარტივად ეს 50 გუნდი გადანაწილდება 10 ცალ 5 გუნდიან ჯგუფში, საიდანაც პირველი 2 ადგილი გავა პირდაპირ. აი ძალიან მარტივად მოგვარდით. ერთი მასპინძელი თუ არის. ხო? ეს ესეთი მარტივი შემთხვევა. ეხლა ყველაზე უხერხული შემთხვევა არის, როცა ევროპის ჩემპიონატს ყავს 2 მასპინძელი. და ეს არის ხოლმე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შემთხვევა, ხო? იქ ავსტრია, შვეიცარია, უკრაინა, პოლონეთი, ეხლა შემდეგი არა და იმის შემდეგი არის იტალია, თურქეთი, ხო? 2 მასპინძელი ცოტა უხერხული თემაა და ამაზე მაქვს 2 ალტერნატივა. ორივეს გაგაცნობთ, როგორ შეიძლება იყოს უბრალოდ ამ შემთხვევაში კვალიფიკაციის თემა. პირველი ალტერნატივა არის ესე ერთმასპინძლიანის მსგავსი, რომ სიტყვაზე 2 მასპინძელი ავტომატურად გავიდეს, პლუს ამას 3 გამარჯვებული კიდე ავტომატურად გავიდეს და ისევე იმის რა დელიგის ყველაზე უარესი გუნდი გამოეთიშოს შესარჩევს და დაალაგდება როგორ? ესე იგი 49 გუნდი იქნება, გადანაწილდება ისევე 10 ჯგუფად, ოღონდ 9 ჯგუფი იქნება 5 გუნდიანი და 1 ჯგუფი იქნება 4 გუნდიანი და ისევე 5 გუნდიანებიდან პირველი 2 გავა და ამ ერთი გამონაკლისი ჯგუფიდან მარტო პირველ ადგილოსანი გავა. ეს არის ერთი ვარიანტი. და მეორე ვარიანტი არის, რომ სიტყვაზე თუ 2 მასპინძელია, მაგალითად ერთა ლიგიდან C ლიგის გამარჯვებული არ გავიდეს, D ლიგის უარესი გუნდი ისევე გამოაკლდეს გათამაშებას და ისევ დაალაგდეს 50 გუნდი შესარჩევში და ამ 50 გუნდიდან ჩამოყალიბდეს 10 5 ჯგუფი და პირველი 2 ადგილოსანი გავიდეს. ესეც შეიძლება, რავი. ამაზე მე მაგალითად ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული, რომელი ჯობია რა. თქვენ მითხარით, რომელი უკეთესი იქნებოდა. რაღაცა ცოტა უფრო პირველი ვარიანტისკენ ვიხრები, მაგრამ ნუ ეს მეორე ვარიანტიც ასე რაღაცა მოვიფიქრე მე თვითონ. და რაც შეეხება 3 მასპინძლიან სიტუაციას, ხო, თუ ყავს 3 მასპინძელი. ამ შემთხვევაში ისევ 3 მასპინძელი ავტომატურად გადის, 3 ერთა ლიგის გამარჯვებული ავტომატურად გადის. ეს გვიტოვებს 18 ადგილს, ხო? ისევე D ლიგის ყველაზე უარესი გუნდი ეთიშება საკვალიფიკაციო ეტაპს D ლიგაში ყველაზე ბოლოზე, ყველაზე უარესი, ვინც ხო 2 ჯგუფია და 2 ბოლო ადგილოსნი და ყველაზე უარესი ამოირჩევა და ის ვერ მიიღებს შესარჩევში მონაწილეობას. ეს დაგვიტოვებს 48 გუნდს და ამ 48 გუნდიდან რას არჩევი არის ახლა 18. და ეს 18 გუნდი აირჩევა შემდეგი პრინციპით. ესე იგი, გუნდები გადანაწილდებიან 12 4 გუნდიან ჯგუფში. 12 4 გუნდიანი ჯგუფი ჩამოყალიბდება და პირველ ადგილოსნები გავლენ ავტომატურად. ანუ კიდე 12 გუნდი
ყავს და დაგვრჩა 6 ასარჩევი. და აქაც ორი ვარიანტი მაქვს. შეიძლება მეორე ადგილოსნებიდან 6 საუკეთესო მეორე ადგილოსანი პირდაპირ გავიდეს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ხდება ხოლმე, ხო? აი მეორე საუკეთესო მეორე ადგილოსნები რო გადიან. აქაც შეიძლება 12-დან 6 საუკეთესო მეორე ადგილოსანი ესე გავიდეს, ან ერთი დამატებითი პლეი-ოფის თამაში ჩატარდეს, რომ ყველა მეორე ადგილოსანმა კენჭირსყრით დალაგდეს და სიტყვაზე რაღაცა იქ პირველ ჯგუფის მე-12-ე თამაშობს და რა მეორე მე-11-ეს და ასე შემდეგ. ერთი თამაშით მეორე ადგილოსნებმა ერთმანეთში ერთ თამაშიანი პლეი-ოფი ითამაშონ და 6 გუნდი გამოვლინდეს აქედან და ისინი გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. რა ორივე შეიძლება, აქაც ორი ვარიანტი არის. შეიძლება თუ უფრო ნაკლები თამაში გვინდა რომ ვითამაშოთ, მაშინ ვთქვათ რომ 6 საუკეთესო გავიდეს, მაგრამ თუ ეს ერთი ზედმეტი თამაში ბევრს არაფერს არ გვიწყვეტავს, მაშინ ვთქვათ რომ აი ისინი გავიდნენ, რა ქვია, ითამაშონ კიდე ერთხელ ერთმანეთში და გავიდნენ. მე მაინც პირველს ვინვანიჭებ უპირატესობას, რომ უფრო ის იყოს, რა ქვია, ნაკლები თამაში მოუწიოთ ფეხბურთელებს და ყველა გუნდი მეტნაკლებად თანაბარ პირობებში შეხვდეს უფრო უშუალოდ ევროპის ჩემპიონატს. ეს არის ყველა ვარიანტი პრინციპში ძალიან იშვიათი გამონაკლისი იქნება, რომ 4 ან 5 მასმიძელი ყავდეს ისევე ევროპის ჩემპიონატს და ნუ იმ თითოეულ შემთხვევაში თავისი კონკრეტული წესი უნდა მოუფიქროთ, როგორც მე გავაკეთე ეხლა აი შემდეგი ევროპის ჩემპიონატისთვის ამ ვიდეოში. მაგრამ სხვა შემთხვევაში 1, 2 ან 3 მასმიძელი როცა ყავს, აი ეს ვარიანტები ჩამოვყარე მე და თქვენ თუ სხვა ვარიანტები გაქვთ, უკეთესი ვარიანტები გაქვთ, ძალიან დიდი სიამოვნებით ამ ყველაფერსაც მოვისმენდი. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ უკვე მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის წესზე. მე ჯერ მოგახსენებთ ზოგად წესს, ეს ცოტა უფრო გამარტივებული იქნება და მერე უკვე მოგახსენებთ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდება ძალიან მარტივი არის. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა უფრო მარტივად გამოდის. ესე იგი, რახან გაფართოვდა მსოფლიო ჩემპიონატი, ამიტომ ეხა ევროპის კონტინენტიდან გადის 16 ქვეყანა, ადრე 13 გადიოდა, ეხლა გადის 16. ესე იგი, თუ მსოფლიო ჩემპიონატს არ ყავს ევროპელი მასპინძელი, მაშინ ყველაფერი ლაგდება იდეალურად და ნახეთ როგორ ლაგდება. ესე იგი, ერთა ლიგა ხო ჩატარდება ჯერ და 3 გამარჯვებული გამოვლინდება ABC ლიგის, ხო? ეს 3 გამარჯვებული გადის ავტომატურად. და მერე რჩება, ესე იგი, ევროპიდან 13 ადგილი და 52 გუნდი, ხო? იდეალური რიცხვებია, აბსოლუტურად იდეალური. იმიტომ რომ 52 ზუსტად იყოფა 13-ზე და არის 4, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ 13 4 გუნდიანი ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომლის გამარჯვებულებიც ავტომატურად გავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე. არ იქნება არავითარი პლეი-ოფი, არაფერი ზედმეტი, უბრალოდ 4 გუნდიანი ჯგუფის გამარჯვებულები გავლენ პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატზე. 3 ერთა ლიგის გუნდი პლუს 4 გუნდიანი ჯგუფების გამარჯვებულები. 13. ეს არის თუ ევროპაში არ ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი, არც ერთი ევროპელი მასპინძელი არა. თუ ერთი ევროპელი მასპინძელი ყავს მსოფლიო ჩემპიონატს, მაშინ ერთა ლიგიდან C ჯგუფის გამარჯვებული, C ლიგის გამარჯვებული აღარ გავა და დანარჩენი იქნება ზუსტად იგივენაირად. ანუ C ლიგის გამარჯვებულის დასვლად ჩაჯდება მასპინძელი ქვეყანა, დანარჩენი დალაგდება ზუსტად იგივენაირად. და იგივე იქნება სიტყვაზე თუ 2 მასპინძელი იქნება, როგორც არის ეხლა არა და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე, როცა ესპანეთი და პორტუგალია იქნებიან თანამასპინძლები, მაშინ C და B ლიგის გამარჯვებულები აღარ გავლენ და გავლენ იმათნაცვლად ესპანეთი და პორტუგალია. და იმის რა ქვია, თუ 3 ევროპელი მასპინძელი ყავს, მაშინ, ნუ შესაბამისად ერთა ლიგიდან არავინ აღარ გავა და გავა მარტო შესარჩევიდან. ეს არის და ეს არის ჩემი ვარიანტები, რაც იმას ვქენი. ერთა ლიგიდან ისედაც ძალიან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის გზა რაღაც ძალიან ქართულ და მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია გუნდების რაოდენობა. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ცოტა ჩახლართული არის და ესე უფრო მარტივი იქნება. თუ ევროპის კონტინენტზე არ ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი, მაშინ გადის ერთა ლიგის ყველა გამარჯვებული, თუ ტარდება, ანუ ერთი თანამასპინძელი მაინც ყავს, ან პროსტა მასპინძელი ევროპის კონტინენტიდან, მაშინ C ლიგის გამარჯვებულის დასვლად ეს მასპინძელი გადის, თუ 2 არიან, მაშინ C და B ლიგის გამარჯვებულების დასვლად ეს მასპინძლები გადიან და თუ 3 ყავს, მაშინ საერთოდ 3-ვე გამარჯვებულის დასვლად ეს მასპინძლები გადიან.
დარჩენი ირჩევა ემინა რა ქვია. შესარჩევიდან 4 გუნდიანი 13 ჯგუფი და მარტო გამარჯვებულები გადიან პირდაპირ ყველანაირი პლეი-ოფის გარეშე და აქაც ნახეთ როგორ კარგად შემცირდა თამაშების რაოდენობა. იმის ნაცვლად რომ ითამაშოს სიტყვაზე 5 გუნდიან ჯგუფებში და მერე კიდე პლეი-ოფები 1-2 არა ამდენი რა საჭირო პირდაპირ დაალაგდება ძალიან ლამაზად 4 გუნდიან ჯგუფები 6 თამაში უკვე გამოკვეთილი იქნება ისა და შეიძლება თან კიდე მაგალითად ისე გაკეთება რომ 13 გუნდი ხო არის გადასანაწილებელი რა 13 გუნდი არის ამოსარჩევი ევროპის რეიტინგში ტოპ 13 ქვეყანა იყოს განთესილი რომ ერთმანეთს არ შეხვდნენ რომ ტოპ 13 ქვეყანა ყველა იყვნენ სხვადასხვა ჯგუფში უეჭველი ესე იგი ერთი იყოს სიტყვაზე ინგლისის ჯგუფი იტალიის ჯგუფი ბელგიის ჯგუფი გერმანიის ჯგუფი ჰოლანდიის ჯგუფი ესე და მერე დადარჩენი ქვეყნები ჩანაწილდნენ ამ ჯგუფებში ესე მე მგონი უფრო ხელი შეეწყობა იმას რომ რაღაცა ზოგი ჯგუფი იქნება ანუ უფრო თანაბარი ანუ ზოგ ჯგუფში იქნება ისევ გამოკვეთილი ფავორიტი და ის მომენტი რომ სიტყვაზე იტალია ვერ გავიდა და რაღაცა ეგეთი უფრო ნაკლებად გვექნება იმიტომ რომ არა მარტო იტალიის გულშემატკივრებს ყველა დაარჩენსაც სურს რომ ეხლა მაგალითად იტალიის და ჰოლანდიის დონის გუნდები მსოფლიო ჩემპიონატს არ აკლდებოდნენ ეხლა ბევრად მე ყველა გუნდს პატივს ვცემ იქ მაგრამ ბევრად მირჩევნია ნახო სიტყვაზე იტალიის ნაკრები ვიდრე ბოსნიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იმიტომ რომ რა ჯგუფშიც ის იტალია მოხდება იმ ჯგუფში თამაშის ყურებას აზრი აქვს უკვე რა იტალია რო თამაშობს არა რომ ეხლა თუ მოხდა არ მახსოვს უბრალოდ ჯგუფები როგორ არა ბოსნია ირანი ესა რა ქვია ბოლივია და პანამა თუ იყო ჯგუფი ხო აი სიტყვაზე ვიძახი კაცო ეს გუნდები კი არ გასულა პროსტ სიტყვაზე ვიძახი მასე ჯგუფში თამაშის ყურება მე არ მინდა პირადად მაგრამ ბოსნიის ნაცვლად იტალია თუ არის აი პროსტა იტალიის თამაშს კი უყურებ კაცი რა ან ქემაინც იტალიის ნაკრების გულშემატკივარი ხო უყურებს იმ თამაშს და იტალიის ნაკრების გულშემატკივარი არის უამრავი ნუ არა მარტო საქართველოში არამედ მსოფლიოს მასშტაბით ხო და ამიტომაც ესეც უფრო ცოტა უფრო გავუადვილდებათ კარგ გუნდებს გასვლა და ეხლა რამდენი ისეთი გუნდია ხო აი ძალიან ესეთი წამყვანი ნაკრები ევროპაში ამდენი ნუ რავი თქვა სიტყვაზე იქეთ ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ჰოლანდია, იტალია, რავი, ბელგია და ნუ ხო რავი, ვიმე ხო არ გამორჩა ეხლა უცბად ისე ფიქრო რა, ხორვატია, თურქეთი და რაღაცა და მერე უკვე ხო ისეთ ნაკრებები ლაგდება რა. და ევროპის კონკრეტულად ევროპის კონტინენტზე ტოპ 13 ნაკრები რო გადაანაწილოს სხვადასხვა ჯგუფებში, ხო? უკვე გამოგივა ისე რომ ყველა ისეთი გუნდი რომლის გასვლაც გვინდა ხოლმე ევროპის ჩემპიონატზე იქნება თუ მსოფლიო ჩემპიონატზე იქნება თავის ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტი და იქნება ისეთი ჯგუფები რომლიდანაც ფაქტიურად ნუ ნებისმიერ გუნდს ახლა სან-მარინო თუ მოხდა იმ ჯგუფში სან-მარინოს გასვლას ვერ ვივარაუდებთ ხო მაგრამ სიტყვაზე თუ ჯგუფი შედგა რომ არის იქ სიტყვაზე უნგრეთი, თურქეთი, ჩეხეთი და უკრაინა ხო მაგალითად ესეთი ჯგუფი თუ შედგა მაშინ იმ ჯგუფიდან შეიძლება ნებისმიერი გავიდეს ხო და ესეთი შესაძლებლობებიც უფრო საინტერესო იქნება და ყოველთვის ექნება შანსი დიდ გუნდებს გასვლის ანუ დიდი გუნდების გასვლის ალბათობა იქნება უფრო უკეთესი და საშუალო გუნდებსაც ყოველთვის შეეძლებათ გასვლა იმიტომ რომ აი ვისაც გაუმართლებს და მოხდება ისე ჯგუფში სადაც ძლიერი არ არის, იქიდან გასვლა იქნება ბევრად უფრო ადვილი და ეს 13-დან ერთი 5 ჯგუფი მაინც ესეთი იქნება რა. და გააჩნია ახლა დიდი ნაკრებიდან კიდევ ვინ როგორ ფორმაშია და ასე შემდეგ, ხო? ჩემი აზრით ესეც ისაა და ნუ კიდე A-ლიგის, B-ლიგის, C-ლიგის გამარჯვებული გააჩნია კიდე ვინ არის, იმიტომ რომ თუ სიტყვაზე A-ლიგა მოიგო ინგლისმა, ის საერთოდ აღარ მიიღებს მონაწილეობას იმაში საკვალიფიკაციო ეტაპში. იმას ექნება მარტო ამხანაგურების სათამაშო. ეგეც არ მithქვავს რომ ერთა ლიგაზე ვინც გაიმარჯვებს და ვინც უკვე დაიმკვიდრებს თავის ადგილს ტურნირზე, ხო, მსოფლიო იქნება თუ ევროპა იქნება, იმას აღარ ექნება შესარჩევი სათამაშო. ის კენჭისყრაშიც არ იქნება, შესაძლოა არ იქნება, არაფერშიც არ იქნება. ის გუნდები თუ ძალიან მოუნდებათ, ითამაშებენ იმ დროს ამხანაგურებს და მორჩა.
ამიტომაც ეხლა ის მომენტია რომ სიტყვაზე, ალიგაში ხო ყოველთვის უფრო კაი გუნდები არიან ხოლმე რა და ალიგის გამარჯვებული უეჭველი რაღაცა ძლიერი ნაკრებია და ის რომ ავტომატურად გასულია უკვე და ბელიგაში საერთოდ შედარებით ძლიერი გუნდიც უკვე ავტომატურად გასულია, ხო? მაშინ უკვე ისე ჯდება სიტუაცია რომ 13-დან შეიძლება მარტო 6 ჯგუფი იყოს, სადაც გამოკვეთილი ფავორიტია და დანარჩენ 7 ჯგუფში იყოს ისეთი სიტუაცია რომ 2, 3, 4-ვე გუნდს კონდეს თითქმის თანაბარი გასვლის შანსი რა. და ესეთი საკვალიფიკაციო ეტაპი და ესეთი ერთალიგა და ამის ერთობა ჩემი აზრით არის უფრო საინტერესო, უფრო სამართლიანი და უფრო უზრუნველყოფს იმას, რომ კარგ გუნდებს ჩვენ ვნახავთ ტურნირებზე და იშვიათად თუ გამოტოვებენ ხოლმე რა. იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ სიტყვაზე აგერ იტალია პლეი-ოფში ორჯერ დამარცხდა და ვერ გავიდა ზედიზედ მსოფლიო ჩემპიონატებზე, ხო? და ეგ რო გამოვრიცხოთ, მე იმას კი არ ვამბობ, რომ სიტყვაზე იტალია იმსახურებდა რახან ეს არის, ანუ ვინც გაიმარჯვება, იმან დაიმსახურა საბოლოო ჯამში, ხო, რაღაც იმაზე უყურე იმის იტალიის და ბოსნიის თამაშს და ვერ ვიტყვი, რომ იქ იტალია იმსახურებდა მაინდა-მაინც გასვლას, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ გუნდს გულშემატკივარი ყავს და ყავს ძალიან ბევრი და მით უმეტეს ამერიკაში როცა ტარდება ტურნირი იქ არის უზარმაზარი იტალიური დიასპორა და შესაბამისად ეხა იმ გუნდის გასვლა ყველას აწყობს რა. რა თქმა უნდა ბოსნიას არ აწყობს ვინც იმას შეხვდა, მაგრამ ასეთ სისტემაში ბოსნია შეიძლება ვაფშე სხვა ჯგუფში ყოფილიყო და იქიდან თავისით ავტომატურადაც გასულიყო რა. ეგ განსხვავებაა რომ სადაც ესე ჯგუფებში მეორე ადგილზე გადიხარ და ვიღაცას კიდე უნდა შეხვდე და გამოაგდო, იქ შეიძლება პირველ ადგილზე გახვიდე პირდაპირ და ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე უკვე იყო ტურნირზე რა. ეს არის ამ ჩემ თავარი თემა სანაკრებო ფეხბურთში. და რა ვიცი, მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი. იმედია ძალიან ჩახლართული არ არის, იმედია ცოტა ვიზუალური მხარეც რაღაცა მაქსიმალურად ჩავრთე რომ ამეხსნა რა და როგორ არის და ველოდები თქვენ აზრი რომ გამიზიაროთ, ძალიან მაინტერესებს. ამაზე ცოტა თავი მიმტრიე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ჩამოვყალიბდი და მე ჩემთვისაც არ არის გადაჭრით რომ რაღაცა ეს ოპტიმალური ვარიანტია. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის ის რაც არის, მაგაზე ვფიქრობ რომ ეს ყველაზე უკეთესი ვარიანტია რა. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაზე რაც ვილაპარაკე, ამაზე ვფიქრობ რომ მართლა საკაიფოდ მაქვს დალაგებული. ევროპის ჩემპიონატზე მაგდენა დარწმუნებული ჩემ თავში არა ვარ რა. ერთადერთი რასაც ვფიქრობ რომ არის კარგი სისტემა არის როცა ერთი მასპინძელი ყავს ევროპის ჩემპიონატს. 2 მასპინძლიანზე ყველაზე მეტად გამიჭირდა, იმიტომ რომ იქ ერთ რიგის გამარჯვებულებით და მასპინძლებით მე 19 გუნდი ირჩება და 19 ძალიან ცუდი რიცხვია რა. მარტივი რიცხვია, საშინელი რიცხვია და ძნელია რომ მე გუნდები გადაანაწილო 19-ად რაღაცნაირად რა. და იმაში რა ქვია ერთ მასპინძლიანზე და 3 მასპინძლიანზე ამაზე პრინციპში დარწმუნებული ვარ, ამ ორში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მარტივად ლაგდება, იქ რჩება 50 გუნდი და კარგად ლამაზად გამოდის, 20 ადგილზე გადანაწილება და აქ რჩება 48 გუნდი და კარგად ლამაზად გამოდის 18 ადგილზე გადანაწილება. ხო და სხვა იმ ერთ გამონაკლისს 2 მასპინძლიან შემთხვევაში, გამონაკლისი რაღაც ახშირად არის პირიქით 2 მასპინძელი რა. და ეგ არის ყველაზე ისეთი შემთხვევა, რომელიც არის ისე საფუძვლიანად გამოსაკლებელი, იმიტომ რომ 19 გუნდი უნდა გავიდეს რა. და ლუწი რიცხვიც კი არა ეს 19 არის მარტივი რიცხვი, საშინელი რიცხვი და მაგიტო ცოტა მაგაზე გამიჭირდა და რავი, თქვენც ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი აზრი, მითხარით როგორ უმჯობესი რა იქნება ასეთ სიტუაციაში და თუ თქვენ გაქვთ რამე მოფიქრებული, ძალიან მინდა რომ მოვისმინო თქვენი აზრიც რა. ჩემი აზრი ასეთია. რა თქმა უნდა, კიდე ერთხელ ვიმეორებ, ამას 100 წელი არავინ არ დაანერგავს, ეს პროსტა რისთვისაც გავაკეთე ეს არხი არის ის, რომ ეს მაგ თავში ეს აზრი მიტრიალებს დიდი ხანი ამაზე ვფიქრობ, რაღაცა მოვიფიქრე და მინდა რომ პროსტა ვიღაცას გაუზიარო, იმიტომ რომ არავინ არ ყოფს ცხოვრებაში ვისაც დაუმჯდები და საფეხბურთო კალენდარზე და ნაკრების კვალიფიკაციის სპეციფიკაზე დაველაპარაკები რა. თან ამდენი ხანი რომ დამიჯდება და მე მომისმენს, თუ ვინმე ამას ვაფშე უსმენს ამდენი ხანი ვლაპარაკობ, იმიტომ რომ არ ვიცი ამდენი ხანი ვლაპარაკობ. მოკლედ,
ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის ამ ნაღდგომებს, ძვირფასო მეგობრებო. ეს იყო არხი ფეხბურთის მასწავლებელი. მე ვიყავი და ვარ ცაგა და მომავალ შეხვედრამდე